დღეს ჩვენ აი ამ თემით დავიწყებთ საუბარს ძვირფასო ტელემაყურებლებო და ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი ბატონი ლევან მამალაძე. მოგესალმებით ბატონ ლევან. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები ტელემაყურებლებს, თქვენ სტუდიას, მსმენელებს. ბატონო ლევან, აი გუშინ თქვენს გაეცანით ინფორმაციებს შეხვედრის შესახებ, რომელიც შედგა ამერიკისა და რუსეთის საგარეო უწყების პირველ პირებს შორის და აი რა შთაბეჭდილება დააგჩათ და იმ რო გაავანალიზოთ აი ამ შეხვედრის დეტალები, რაც მედიისთვის გაცხადდა. საკმაოდ საინტერესო იყო საერთოდ ეს შეხვედრა, ჯერ დარეკვა, როცა ტრამპმა პუტინს დაურეკა, არავინ ელოდა ესეთ უცბად ამნაბიჯის გადადგმას და შემდგომ ძალიან სწრაფად დაიგეგმა, როგორც კი მოილაპარაკეს სატელეფონო საუბრის შემდეგ უკვე დელეგაციების და მაღალი დონის წარმომადგენლობის შეხვედრა ელ-რიადში, საუდის არაბეთში. ხა უნდა ითქვას, რომ ამან მთლიანად შეცვალა პოლიტიკური დღის წესრიგიც და განლაგებაც მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით ევროპულ ნაწილში. ხა თუ კი ავიღებთ ჩვენ იმას, რომ ევროპა რას აცხადებდა და იყო მანამდე მიუნხენის მსოფლიო უსაფრთხოების, ესე იგი, ფორუმი, იქ ბენსმა, ვიცე-პრეზიდენტმა პირდაპირ გზავნილები მიაწოდა ევროპას, რომ ევროპას უკვე აღარც ლეგიტიმური, აღარც მორალური და აღარც წინააღმდეგობრივი უფლება არ აქვს, რაიმე საკითხებში ჩაერიოს, ვინმე ჭკუა ასწავლოს იმ ფონზე, როცა თვითონ არის დამრღვევი ადამიანის უფლებებისა, დემოკრატიული პრინციპებისა, რაზეც ევროპული და დასავლური სამყარო დგას ცივილიზაცია, ვთქვათ, იგივე იმ ფასეულებებისა, როცა ადამიანებს აზრის გამო აკავებენ, აზრის გამო ასამართლებენ და თუ კი ვინმე არ მოეწონათ თვითონ მოსახლეობის, ხალხის, ესე იგი, გადაწყვეტილებას და არჩევნების შედეგებს ცვლიან და მოიყვანეს იქ მაგალითი რუმინეთის და სხვები. სხვადასხვა საქართველოს რო დაესახელებინათ, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა. ანუ წინასწარ იქ იტირა კიდევაც იმან მიუნხენის ფორუმის ორგანიზატორმა კურცხალი გადმოაგდო, არ ვიცი ეხა ის ხალხის დასანახავად თუ მართლა ეტირებოდა, მაგრამ ყველა შემთხვევაში ამერიკის პოზიციის შემდეგ ევროპას საყრდენი გამოეცალა, ანუ ბაიდენი, რომელიც უქმნიდა რაღაც ფუნდამენტს, ეს არის მორყეული და სრულიად ახალ მსოფლიო წესრიგის პროექტს თავაზობს ტრამპი უყველას. ამიტომ ჩვენ დიდ სიახლეებში ვართ შესული და ეს შეხვედრა, რომელიც ჩატარდა გუშინ დაიწყო და დღეს გრძელდებოდა, ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგს ეგონა, რომ ეს შეკრება, სხვათა შორის, რომელიც საუდის არაბეთში ჩატარდა, სადაც ხელმძღვანელი იყო რუსეთის მხრიდან ლავროვი, ხოლო იქედან სტეიტ დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარკო რუბიო, პირველი პირები საგარეო უწყებების, თუ ესე დავარქმევთ, ზოგს ეგონა, რომ ეს ყველაფერი იყო უკრაინის გარშემო. არ იყო ეს უკრაინის გარშემო. ორი, ესე იგი, იმპერია, მოდი ესე დავარქვათ, შეხვდა იმისთვის, რომ ჯერ მათ შორის დაელაგებინათ ურთიერთობა. და დღის წესრიგსაც თუ გადავხედეთ, როგორ იმსჯელეს საკითხებზე, უკრაინა პირველი თემა არ ყოფილა. ზოგს ეგონა, რომ უკრაინისთვის იკრიბებიან, არ შეკრებინან ისინი უკრაინისთვის. პირველი გადაწყვიტეს, რომ დიპლომატიური ურთიერთობები ნორმალურ დონეზე აღადგინონ და კომუნიკაციები კონდეთ ნორმალური, რომ იმდენი უამრავი პრობლემა არის, რომელიც ამ ქვეყანას აკავშირებს, უნდა იყოს კომუნიკაციის დონეზე დარეგულირებული და არა რაღაცა ის კუკუდამალობანას დონეზე, რომ არ ელაპარაკონ, ეს გადაწყვიტეს. მეორე საკითხი, სხვათა შორის, უნდა მივუაბათ ისეც, რომ ტრამპის ინტერესები ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეზე, არქტიკასთან დაკავშირებით რუსეთთან ურთიერთობაში გადის და მათ ძალიან დიდი ინტერესები აქვს. იქ სრულიად ახალი ლოგისტიკური სქემები გაივლის იქა და აინტერესებს ტრამპს, რომ იქ მონაწილე იყოს და არა ვთქვათ უხერხემლო არაფრის მთქმელი კანადა და გრენლანდია, რომელიც ვთქვათ ეკუთვნის დღესდღეობით ავტონომიური უფლებებით დანიას, ხო? და მას აქვს გარკვეული მომენტები, რომ უნდა მას აი ამ ნაწილში შევიდეს. აქაც რუსეთის ძალიან მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისით რუსეთთან ურთიერთობის დალაგება. ის თავის ინტერესებით მოქმედებს და უკრაინა რომელ ადგილზე დგას, თვითონ შეხედეთ დღის წესრიგის მიხედვით. ანუ ეს საკითხები დაალაგეს ესპანეთში ურთიერთობის აღდგენა, შემდგომ ეკონომიკური პრობლემების დარეგულირების საკითხი, ეს იყო მეორე საკითხი, სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვანია და ეხლა ციფრებს უყურებდი.
დათვლილი იყო რა წააგო რუსეთმა წააგო ამ სანქციების შემოგვებით თუ ამერიკა. ეხლა გაანგარიშება როგორაა, იცით, რუსეთმა თუ ავიღებთ თუ რამე წააგო რაღაცებში მართლა წააგო, მაგრამ მას თავისი ენერგომატარებლების ნავთობის გაზის რეალიზაცია არ შეუმცირებია და ეკონომიკის ზრდა აქვს 4%-ზე მეტი. მაშინ როცა ევროპის წამყვან ქვეყნებს რეცესია ნული აქვს, გერმანიას ნულზე დაბლა აქვს. წარმოიდგინეთ. და რუსეთს აქვს 4%-ზე მეტი ეკონომიკის ზრდა სანქციების პირობებში. და ასევე გამოყვანილი იქნა ციფრი, რომ აი ზუსტ ციფრს გეტყვით, 324 მილიარდი შემოსავალი დაკარგა სანქციების შემოღებით შეერთებულმა შტატებმა. რუსეთთან სანქციების შემოღებით. ანუ რუსეთის ეკონომიკა გაიზარდა და 324 მილიარდი დაკარგა იმან რა ქვია შეერთებულმა შტატებმა. ეს მათი წარმოდგენილი ციფრებია. ანუ თუ კი შევხედავთ იმას, რომ ტრამპი ყოველთვის როგორც ბიზნესმენი იწვის, სად როგორი მომენტებია და შევადარებთ, მაგალითად ახლა უკრაინაზე გადავდივართ, შევადარებთ უკრაინის ომში მიახლოებით 350 მილიარდი ჩადეს. 350 მილიარდი რო ჩაიდო, იქიდან რა თქმა უნდა ნაწილი ადგილობრივი სამხედრო წარმოებებს დარჩა, მაგრამ ნახევარი მიახლოებით ზელენსკი კიდე იძახოდა რომ ცოტა მომცესო, ნახევარი რაღაც თანხა წავიდა 127 მილიარდზე იძახდა რომ მივიღეო ზელენსკი. 127 მილიარდი მიიღო ზელენსკი. ანუ ამ ციფრებსაც თუ ავიღებთ ხო ამ 350-დან რომელიც უკრაინაში დახარჯა, ხო? თუ ავიღებთ სანქციების შედეგად უფრო მეტი ზარალი მიიღო, ანუ უკრაინის სანქციების შედეგად უფრო მეტი ზარალი მიიღო და არაფერი შედეგი დიდი არ მიუღია, თქვათ იგივე თავისი სამხედრო წარმოების გაზრდით შეერთებულ შტატებს. ამას ზიან და სპეციალისტები თვლიან. და ეს დადგა დღის წესრიგში ეგ საკითხი, თვითონვე გააჟღერა სხვათაშორის იქ ამერიკის დელეგაციამ, რომ ჩვენ განვიხილავთ, უცბად ეს არ მოხდება, მაგრამ განვიხილავთ სანქციების თემატიკას და ამ საკითხს კიდევ ასევე მოგვიწევს დალაპარაკება ევროკავშირთან, იმიტომ რომ მათ კიდე თავისი რაღაც სანქციები აქვს თანხმდრილი მიღებული. ანუ უკვე ეს საკითხის დააყენა, დადგა. ეს თემაც დადგა. შემდგომ ძალიან მნიშვნელოვანი თემა იყო უკრაინასთან დაკავშირებით, ხო? ხა შევხედოთ, არ დაუძახეს იმას, რა ქვია, ზელენსკის არ დაძახებას ჰქონდა რამდენიმე მიზეზი. ჯერ ერთი რუსეთი ამბობდა ჩვენ მზადავართ შევხვდეთ ლეგიტიმურ წარმომადგენელს, იმიტომ რომ ჩვენ მე ვანალიზებ ამას, ვის რა პოზიცია ეკავა. ამერიკელებმა იცოდნენ, რომ დაეძახათ ზელენსკისთვის, რა თქმა უნდა შეიძლება მოსულიყო, მაგრამ ის ლეგიტიმური წარმომადგენელი ვერ იქნებოდა, იმიტომ რომ მას კონსტიტუციით პრეზიდენტის უფლებები არ აქვს. აი ხა რო ჩათვალოთ, ხო, არალეგიტიმური არის ზელენსკი. ზოგს გონია ახლა რაღაც ისე ხდება, ხო? ეს ლეგიტიმურობა განისაზღვრება კონსტიტუციით. უკრაინის კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, თუ არჩევნები არ ჩატარდება, არა აქვს მნიშვნელობა საომარი მოქმედებაა თუ რაღაც უბედურება ხდება, ხო? თუ ვერ ატარებ შენ პრეზიდენტის არჩევნებს, პრეზიდენტის უფლებამოსილება გადადის პარლამენტის, ანუ რადის თავმჯდომარეზე. და რადის თავმჯდომარეს დაძახება ზელენსკის არ უნდოდა, რომ თვითონ გამოვიდოდა ესე იგი არალეგიტიმური არაწყობდა, ხო? და თვითონაც არ დაუძახეს, იმიტომ რომ მას არ ქონდა რაიმე ოფიციალური ხმის ამოღების, ანუ რამე პოზიციის დაფიქსირების უფლება. ამიტომ არ დაუძახეს ზელენსკის, რომ ავიღოთ ეს თქვა სამართლებრივი ნაწილი. მეორე ნაწილი, მათ ჭირდებოდათ რაღაც მონახაზის შექმნა, ევროკავშირის და ზელენსკიც ამაში ხელს შეუშლიდა. ეხლა უყურეთ, შევხედოთ კიდევ რა ხდება. ძალიან მნიშვნელოვანი დეტალებია. რუსეთის პოზიცია რაშიც ამერიკა დაეთანხმა, იყო ის, რომ ევროკავშირი ყოფილიყო თუ არა მონაწილე ამ პროცესებისა. და რუსეთი ამტკიცებდა ასევე კონკრეტულ ფაქტებს, ხო? მოყავდა პირველი ის, რომ როცა თუ კი მათ მშვიდობა უნდოდათ, ევროკავშირი ამის მონაწილე, მშვიდობის ინიციატორი თვითონ გახდებოდა. და მოყავდა ფაქტები, ევროკავშირი და მისი წამყვანი ქვეყნები არიან ომის მომხრეები და არა მშვიდობისა. და რუსეთს მოყავდა ესეთი არგუმენტი. პირველი ის, რომ როცა ჯერ კიდევ იანუკოვიჩი იყო 2014 წელს გადატრიალება მოხდა, ანუ შეთანხმდა რუსეთიც ესწრებოდა გერმანია, პოლონეთი, საფრანგეთი ხელი მოაწერეს მემორანდუმს, არჩევნები უნდა დაენიშნათ საპარლამენტო პრეზიდენტ იანუკოვიჩის პირობებში და შეთანხმდნენ მხარეები და ოპოზიცია, ყველამ მოაწერა ხელა, ვინც ოპოზიცია იყო იქ.
მეორე დღესვე შეიარაღებულმა ჯგუფებმა ეს თქვეს რომ ეს გაუქმებულია და დაიწყეს შტურმი პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე. აქ არ ვამბობთ ჩვენ კარგი იყო ისა რა ქვია იანუკოვიჩი თუ არა, ეს სულთა სამართლებრივი ნაწილია. ანუ დაარღვიეს და ევროპის ქვეყნებმა თქვეს რომ ნუ ეხლა რა ვქნა თუ ესე შეიცვალა სიტუაციაო. ხა წარმოვიდგინეთ მაგად გარეშე ხო ეს არ მოხდებოდა, ეს ერთი არგუმენტი. მერე მინსკის მოლაპარაკებები. მინსკში შედგა მოლაპარაკებები, სადაც იყო პუტინი, მერკელი, ოლანდი, ყველა ჩასული ეს მხარეები, პოროშენკო, ეს ომში ეს დაპირისპირებაში მონაწილე მხარეები ხელი მოაწერეს დოკუმენტს, სადაც გაწერილი იყო ფუნქციები, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, აი მნიშვნელოვანი დეტალია მთლიანობა, ოღონდ ვთქვათ, იმ რეგიონებში, სადაც რუსული ენა იყო ენის შენარჩუნება და გარკვეული რაღაც ავტონომიური უფლებები, რომელიც ისტორიულად მათ გააჩნდათ, იგივე ყირიმს და ამ დონბასის რეგიონებს, ვთქვათ. პირდაპირ დაარღვიეს ეს ყველა მე ცხოვრობდი და კარგად ვიცი რა ხდებოდა, არც ერთი პუნქტი არ სრულდებოდა და პირდაპირ თქვეს მე მერკელმას და ოლანდმას რომ ამასო იმიტომ წელავდითო რომ უკრაინა გაგვეძლიერებინა და მისი მილიტარიზება მოგვეხდენა, ანუ შეიარაღება მიგვეწოდებინაო. ანუ ომისთვის ამზადებდნენ ამ ქვეყანას, ხო? ეს მეორე, ანუ ისიც დაარღვიეს. შემდგომ ომი დაიწყო და ომის დაწყების მომენტი იყო ეს ნატოს ესე იგი ში გაწევრიანების თემატიკა, აქ საქართველოსაც ეხება მინდა შეგახსენოთ. ანუ სულ ყოველთვის ამბობდა რუსეთი პუტინი ჯერ კიდევ ერთი 10 წლის წინ და უფრო მეტისაც რომ ნუ ავრცელებთ ნატოს, ნუ მოდიხართ ჩვენ გვერდით, ნუ გვიქმნით საფრთხეს და ასე შემდეგ ამბობდა და ტრამპმა არჩევნებამდეც კი განაცხადა რომ ეხლა მხარი დაუჭირა ამ ამბავს რომ მიზეზი კონფლიქტისა მიუხედავად იმისა რომ რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი შეიჭრა უკრაინაში და ასე შემდეგ და ოკუპაცია გააკეთა ტერიტორიების, ხო? მიზეზი, შინაარსობრივი მიზეზი იყო ნატოს გაფართოება. მე მგონი მან თქვა, ერთი მინდა თქვა, აიყურეთ რა მომენტია, რომ ტრამპმა თქვა, რომ თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ამერიკელებს უთხრა. ეხლა რუსეთის მოკავშირე რო იყოს მექსიკა და რუსეთის სამხედრო კავშირში შევიდეს და აქ ჩვენთან შეიარაღება რო შემოიყვანონ, ჩვენ რა რეაქცია გვექნებაო. ანუ აქ უკვე დადგა საკითხი და ეს დღის წესრიგში ჩაიწერა, რომ 2008 წლის თუ არ ვცდები იმისი რუმინეთში რო ჩატარდა სამიტი ნატოს, სადაც ჩაიწერა რომ უკრაინა და საქართველოს ეძლევა საშუალება რომ გაწევრიანდეს, ამის გაუქმების საკითხის დადგა. ის უკვე ისედაც აღარ მოქმედებს, მაგრამ ამის გაუქმების საკითხის დადგა. შინაარსობრივად თუ ავიღებთ, აი სრულიად ახლებური მიდგომაა და მთლიანად ცვლის იმ დღის წესრიგს, რომელიც ევროპა აქამდე და ბაიდენი თავაზობდა მსოფლიოს და იგივე უკრაინას და ჩვენც. არა, ეხა ერთი რამეა რომ ფაქტია პუტინი მოითხოვს ტრამპისგან იმას, რაც 97 წელს იყო, რა სიტუაციაც იყო, იმიტომ რომ ეხლა ჩვენ ხედავთ, რომ ძალიან ცვალებადია ამერიკის პოზიციები, ანუ ბაიდენი რასაც წარმართავდა სახელმწიფოება ტრამპის. ეხლა რუსეთი ვერ დაელოდება იმას, ხვალ ვინ მოვა, ეხლა კიდე შეიძლება ბაიდენის მსგავსი ფიგურა მოვიდეს, მერე კიდე შეიცვალოს, ამიტომ ის დოკუმენტალურად და ფურცელზე მოითხოვს იმას, რასაც ითხოვდა იგი ომამდე 97 წლის მდგომარეობას, რომ აღმოსავლეთ ევროპიდან გავიდეს ეს ნატო, რომ ის გავლენის სფეროები, რომელიც ჰქონდა რუსეთს დაუბრუნდეს, აქ უკრაინაზეც აღარ არის მარტო საუბარი, აქ ბალტიისპირელების საკითხით შეიძლება გადაწყდეს, კაცმა არ იცის როგორ იქნება, მაგრამ აი თქვენი აზრით, აი რამდენად იქნება შედეგიანი ის მოლაპარაკებები, რომელიც დაიწყება პუტინსა და მაგალითად ტრამპ შორის. ანუ მართლა რეალურად შეჩერდება ომი, იმიტომ რომ ძალიან ისეთი არც თუ ისე იოლი იქნება ამის გაკეთება, თუ აი რა საითკენ წავა ეს სიტუაცია, თქვენ როგორ ფიქრობთ? გაიცით როგორი მომენტია ჩვენთან, აი სამწუხაროდ ჩვენი მოსახლეობის განცდები ნაწილის რო ავიღოთ, იგივე ევროპელების ზოგი ცხოვრობდა იმით, რომ აი всё ომი დაიწყო, რუსეთი უნდა დამარცხდეს, უკრაინა იმარჯვებს, ეხა რეკლამას უქმნიდნენ ეს კლოუნი, რომელიც პრეზიდენტად მოიყვანეს, ზელენსკი მთავარსარდალი და რა ვიცი მე ის ებრაელურ იმათ ლეონიდეთ აცხადებდნენ, რომელიც იმის გედეონის מחვილით დაამყარებდა იმას, აღჩეხავდა ყველას და დაამყარებდა მშვიდობას. აი მე ესეთ რაღაცებს ავრცელებდნენ და უყურეთ როგორი სიტუაცია შეიქმნა, სულ შეიცვალა ეს ყველაფერი.
დაიშალა, დაინგრა, რეალობა ამოვიდა წინ, ის ყველა ნარატივები, რომლითაც ევროპაში ჩვენთანაც გადატრიალებებს აწყობდნენ, კრიმინალურ ორგანიზაციებად გამოაცხადა ტრამპმა USAID, EDI, NDI და მსგავსი ორგანიზაციები, რომლებიც პოლიტიკურ არასამთავრობოებს ქმნიდნენ, მედია საშუალებებს აფინანსებდა, მთლიანად მოარყია ეს ამბავი და აი რასაც კი ამბობდნენ, აქ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია, რასაც ამბობდა ბიძინა ივანიშვილი. რაღაც წინასწარ მეტყველებასავით რო თქვა მან რომ აი რა მოხდებოდა რომ ეს გამოცვივდებოდნენ ეს დაქირავებული აგენტურა და არასამთავრობოები რაც დღესაც გრძელდება ბევრ შეიყვანდნენ შეცდომაში ტყუილში ვითომ რაღაცა ევროპაში არ გვინდა ან ევროპა რამეს თავაზობს აი როგორ აყავთ ეს წარმოდგენილი ეს ყველაფერი მოიშალა რაც ფინანსირდებოდა მოიშალა ყველაფერი და აი ეს იმ სცენარით წავიდა რასაც ივანიშვილი გვეუბნებოდა ფაქტიურად ხა იცოდა არ იცოდა ყველა შემთხვევაში ბატონლევან აი ერთი რამი და შეგაწყვეტ აი ფაქტობრივად ეხა ბიძინა ივანიშვილი და რომ ტრამპი რო შევადაროთ ერთმანეთს ხო ძალიან გავს ამ ორი ადამიანის ხედვები და მოქმედებები ერთმანეთს ანუ რა ეხა გასაგებია რომ ამერიკა სხვა ის არის გაქანება და სხვა მეგასახელმწიფოა მაგრამ აი როგორც მოქმედებს ივანიშვილი ფაქტობრივად ისე მოქმედებს ტრამპი თავის მოწინააღმდეგების მიმართ და აი რაღაცა ძალიან ბევრ საერთოს ხედავ მე ამ ორ ადამიანს შორის. ეხლა ეგ შეიძლება აიხსნას იმითაც რომ ორივე მოდის იქიდან რომ რეალურად ორივე საკმაოდ სერიოზული ფინანსების ეხლა ნუ ტრამპი გაცილებით მეტი ფინანსები აქვს რაზეა ლაპარაკი მაგრამ ორივე მოდის აი იქიდან რომ ბიზნესმენები არიან საქმიანი ადამიანები არიან მაგრამ ფაქტია რომ პოლიტიკაშიც გარკვეულწილად ძალიან ახლო ხედვები აქვთ მათ ეცით რა არის ამას თავისი ახსნაც აქვს ერთი გამოვლილი გზა უნდა ვნახოთ საკმაოდ რთული გზა გამოიარეს რამსაც არ ქონია ესე მარტივი ბევრ სირთულეებში იყო ბიძინა ივანიშვილი 90-იან წლებში ამ ეს ბანდიტიზმი და ყველაფერი გამოიარა კარგად ესმით ალბათ ადამიანების აქმა გამომუშავებული აქვს ეს ერთი და ორივე ოლიგარქები არიან ოლიგარქი ეს იმას კი არ ნიშნავს ცუდი ადამიანი ოლიგარქი არის დიდარი ადამიანი რომელსაც აქვს პოლიტიკაზე გავლენა ზოგს გონია ოლიგარქი რაღაც საგინებელ სიტყვად გაცვს ეს განმარტება კლასიკური. ორივე ოლიგარქები არიან და მას კარგად ესმით ბიზნესის მიღწევებს და მისი მიღმა პოლიტიკასთან. საერთოდ ამერიკის დემოკრატია ოლიგარქიულ სისტემებს ეყრდნობა ისტორიულად, როცა შეიქმნა ჯერ ამერიკა იმ დროიდან დაწყებული. და ამიტომ მათი ხედვები ეს ემთხვევა. ეს ერთი მომენტი, ეხლა მეორე რო გადავიდეთ, ხო, მართლა ეს მისი რაღაც ის იყო, ვანგასავით რო თქვა, რაც მოხდებოდა, ისე მიდის, ხო? ეხლა ძალიან მნიშვნელოვანია ერთი მომენტი, ზოგს გონია, აი რატო აკეთეს ტრამპი ამას. ზოგს გონია რომ ტრამპი რუსეთთან დათმობაზე მიდის. არ არის ესე, მე ხა მithქვამს და ხა უფრო მინდა გავშიფრო თქვენთან უფრო სწორად. ტრამპის თავარი ამოცანა დღეს არის რა, რომ მან საფინანსო, ეკონომიკური და რესურსული სისტემები მოაქციოს თავისთან და რუსეთი აქ არის წამყვანი, რუსეთზე რესურსულად მდიდარი ქვეყანა მსოფლიოში არც ერთი არ არის. ეს ერთი. რუსეთი ისე გააკეთა უგუნურმა პოლიტიკამ, ბაიდენის და ევროკავშირის უგუნურმა პოლიტიკამ, რომ ჩაახუტეს ერთმანეთთან ჩაუხუტებელი ჯგუფები, რუსეთი და ჩინეთი. ისე ჩაახუტეს, რომ მათ ალტერნატივა შექმნეს, დაიწყეს დოლარის ალტერნატივის შექმნაც დაიწყეს, საფინანსო ინსტიტუტების და პოლიტიკური ცენტრი ჩამოაყალიბეს იგივე იმისი, რა ქვია, იმ გაერთიანების რა ქვია, იმ გაერთიანება, სადაც შედის ბრაზილია და ბრიქსი, ხო, აი ბრიქსის გაერთიანება ჩამოაყალიბეს. ეხლა თავარი ამოცანა ბაიდენის არის ის, რომ როგორღაც აი ეს ბრიქსში შეიტანოს ბზარი და რუსეთი ჩაიხუტოს. აი რას შეთავაზებს? ზოგს გონია დათმო უკრაინა მაგისტვის არაფერი უკრაინა და პირდაპირ თქვეს. ეს არის თქვენი დაწყებული და ევროპა აგერ ახარ და მიხედეთ თუ გინდათ, მე არაფრის გამკეთებელი იქ არა ვარ. აი მოდი ეს უხეშად რო ვთქვათ რა და ის თამაში რაც ითამაშა ზელენსკიმ დამღუპელი თამაში უკრაინის შეიძლება რა დარჩება უკრაინიდან კაცმა არ იცის რა იქ ჩასაფრებულია პოლონეთიც უნგრეთიც ისა რა ქვია რუმინეთიც და სხვაებიც რომლებსაც თავიანთი ტერიტორიების დაბრუნების დიდი სურვილი გააჩნიათ ამიტომ ტრამპის თავარი ამოცანა არის აი ეს ბრიქსში შეიტანოს ბზარი და რუსეთი გადმოიბიროს ეხლა ესეც ხო ვაჭრობის თემაა რას შეთავაზებს ისეც ეხლა პუტინს რომ პუტინმა გათვალოს და
უღირდეს აი ამ გარიგებაზე წასვლა და რამდენად მყარი იქნება ეს გარიგება. აი ამაზე დგას ახლა საკითხი. ამიტომ არავის არ მოეჩვენოს რომ რაღაცა ტრამპი თმობს, ტრამპის გათვლები აქვს. რუსეთს პუტინსაც გათვლები აქვს, ტრამპსაც გათვლები აქვს. ეხლა ძალიან რა როგორ გააკეთო. მაგრამ ერთი რამე არის, ხა ჩვენ ისე ნუ წარმოვაჩენთ სიტუაციას, აი რომ თითქოს ამ ზელენსკიმ თავისი დაიწყო ომი და მართლა კი სულელი შეიძლება არის და მასხარაც არის და ჯამბაზიც, მაგრამ ფაქტია რომ ამრომარა ამერიკა თვითონ ტრამპმაც აღიარა, ტრამპმაც თქვა ეს რომ ბაიდენმა შეუწყო ამ ყველაფერს ხელი და ეხა რიგითი უკრაინელისთვის რა მნიშვნელობა აქვს? ეხა ტრამპი იქნება თუ ბაიდენი მესაჯე. ფაქტია ქვეყანამ დააწყებინა. ამერიკას რომ არ ემუშავა ზელენსკიმ ამ ომს ვერ დაიწყებდა მარტო, იმიტომ რომ ფაქტია რომ ის დამოკიდებული ამერიკის შეერთებულ შტატებზე. და ამით მე მგონი იცით რა არის, აი ამ სიტუაციით ერთი რამე წარმოჩინდა რომ ამერიკა არის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია აი თხასავით გაკიდოს, რასაც ქვია რა. შეიძლება დღეს შენი მოკავშირე იყოს, მაგრამ გაკიდოს. აი ეს დარწმუნდი ჩვენ არაერთხელ ჯერ კიდევ მაშინ როდესაც ბირთვული შერაღება ჰქონდა უკრაინას, მაშინ კრავჩუკი იყო პრეზიდენტი, კარგად გახსოვთ, ეს ბირთვულ შერაღებაზე უარი თქვეს იმ მოტივით, რომ აი მაინც დაგვიცავს აიღეს ვალდებულება ამერიკელებმა, ბრიტანელებმა, რომ დაიცავდნენ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. ჯერ მაშინ გადააგდეს. არავინ არ დაიცვა 2014 წელს დავინა. შემდგომში ეხლაც როდესაც პირდებოდნენ რომ აი დაგეხმარებით, მაგრამ მოვიდა ახლა აგერ სხვა პრეზიდენტი შეიცვალა და ამითი მე მგონი იცით კი ერთის მხრივ ეს კარგია რომ რაღაცა ჩვენთვისაც კარგია ომი დასრულდება, რაღაცა ჩვენზე ზეწოლა არ იქნება, მაგრამ ჩვენთვის ახლა ფაქტია რომ ეს არის არასაიმედო ქვეყანა, იმიტომ რომ ახლა ტრამპი წავა, ხვალ კიდე ვიღაცა მოვა ბაიდენის მსგავსი და აი ასეთ ქვეყანასთან ცოტა არ იყოს აი სტრატეგიული პარტნიორობა, არც თუ ისე გარკვეულწილად რომ თქვათ არის უსაფრთხო, იმიტომ რომ შეიძლება შენ იყო მოკავშირეობა არის მუდმივი, რომ გასაგებია რომ აიღებს აი ისრაელსა და ამერიკას აქვს რაღაც ისეთი კავშირი, რომელთაც სრულად დაცულია. ხა ვინც არ უნდა მოვიდეს, ისრაელი ყოველთვის დაცულია, ვერავინ ვერ შეეხება ისრაელს. ვერავინ ვერ იტყვის ისრაელის დაცვაზე უარს. მაგრამ აი სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით, აი უკრაინასთან დაკავშირებით დავინახეთ, ხა ზელენსკი ნამდვილად არ დაუწყია ომი. დაიწყო ამერიკელებმა, ხო ფაქტია რა. მოდი ვთქვათ, ერთ პირდაპირ მინდა გითხრათ, არც ერთი იმპერია სანდუ არ არის, ყველა არიან გადამგდებები, აბსოლუტურად სულ ყველა, ნებისმიერი გინდათ ვინც დაასახელეთ თქვენ და ვინც არ დაასახელეთ, უამრავი ფაქტების მოყვანა შეიძლება. აქ არის მთავარი მომენტი, რამდენად იქნება დაბალანსებული ინტერესები. კარგი მაგალითი მოიყვანეთ თქვენ იმპერიებთან ურთიერთობის ისრაელის. ისრაელს აქ ისე ჩამოყალიბებული ახლო აღმოსავლეთში თავისი პოლიტიკა და ასევე არა მარტო ახლო აღმოსავლეთში, თვითონ ამერიკაშიც, ამერიკის პოლიტიკაზეც ისეთი გავლენა აქვს, რომ მათ რომც უნდოდეთ ისრაელის გადაგდება, ხო, მათ არ უღირთ, იმიტომ რომ უფრო მეტი ფასის გადახდა გამოუწევთ. ამიტომ რომ ამით არის გარანტირებული, ბალანსით არის გარანტირებული. ჩვენ ეს ბალანსი არ აქვს სამწუხაროდ, აი რაცა თქვენ ბრძანეთ, რატო არის სახიფათო, ამ ბალანსის შექმნის პროცესში ვარ ჩვენ დღეს. აი ამიტომ ეხლა ხშირად გვითქვამს, ხო, ჩინეთის ინტერესი, ანაკლია, შუა კორიდორის გავლა, ეს ინდოეთის სავაჭრო ქსელები, ჩინეთის სავაჭრო, ესე იგი ლოჯისტიკური მთელი მიმართულება, ალტერნატივა სარკინიგზო სახმელეთო გზების და ასე შემდეგ. ეს ქმნის უკვე ახალ გარემოებებს, ინტერესებს და ჩვენ გვაძლევს გარკვეულ ბერკეტებს აი იმპერიებთან ვივაჭროთ და ჩვენი ინტერესების ბალანსი გამოვიყვანოთ. აი ახლა გვეძლევა ამის საშუალება რა. აი ეს უნდა ვიცოდეთ კარგად. ამიტომ არავის ჩვენ ვინმეს კი არ უნდა ვენდოთ აქამდე როგორ ევროპული ცივილიზაცია და ევროპაში შევალდა, ამით ამთავრდება ყველაფერი, აი ეს აბრუებენ ხალხს, აი ეს დაფინანსებული ეს USAID და სხვები რომ აფინანსებდნენ, ამის აბრუებდნენ დღესაც ზოგიერთი ისე გაბრუებულია, მართლა ჯერავთ რომ ჩვენ თურმე ევროპაში ვიღებენ, აი ესე ხელგაშლილი გვხვდებიან და ვიღაცამ უარი უთხრა რა, აი ხანდახან გაგიკვირდება კიდევაც როგორ შეიძლება ეს ვიღაცა იგივე დაფინანსებული ლექტორები, დაფინანსებული მასწავლებლები შემდგომ ეს გადადის სტუდენტებზე და ასე შემდეგ აი ესეთი ხშირად გვილაპარაკია განათლების სისტემაზე სხვათა შორის თქვენს ეთერში რა. ამიტომ აი ეს მომენტია. და ამან ყველაფერმა რა დაგვანახა, გამოვიდა ილონ მასკი და თქვა რომ ეს არის ტერორისტული ორგანიზაციებიო და 60 მილიარდი ყოველწლიური ხარჯი, რომელიც USAID-ს ჰქონდა, სხვა ორგანიზდა ჯამში მიახლოებით 140 მილიარდის ეკონომია გაუკეთა აი ამ თითიდან გამოწოვილი მაქინატორული კორუფციული ორგანიზაციების რაღაც არასამთავრობო, არა ვითომ არასამთავრობო სააგენტოების
მეშვეობით, რომელიც ილონ მასკმა, აი თქვენ ხარჯი შეუმცირა. მაგრამ ესენი რა დებილები არიან, აი მე ვერ ხვდები, აი გასაგებია რომ ეს შეიცვალა, მაგრამ ეს ქუჩაში რო ყრიან და ეს საერთაშორისო გამჭვირვალობა, ეს ექსპერტები, ან ეს პოლიტიკოსები, ამერიკა შეიცვალა სიტუაცია, ანუ თლიანად რადიკალურად რუსეთისადმი მიდგომა შეიცვალა. ესენი კიდე რუსეთს აგინებენ. კიდე ვიღაცა იქ ყავთ ამ ნაყიდი ექსპერტები იქ, რომლებიც რაღაცა საკენგს აძლევენ და ისინიც კიდე ამ ყველაფერს კიდე იმას აგზელებენ. აი ან ტელევიზორი ჩართე შედალოცვილო, რა დროს რუსეთის გინება, აგერ ამერიკა ცდილობს რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას. აი ნამდვილად აი ესენი არ არიან საღჭკუაზე, ვერ ხვდებიან რომ შეიცვალა მსოფლიო, შეიცვალა სიტუაცია, შეიცვალა იმ ფონდების მიმართ და ესენი კიდე რუსეთს აგინებენ აქ და კიდე ანტირუსულ იმაზე არიან განწყობაზე, აი ჩვენი ეგრეთ წოდებული ოპოზიცია. აი გეტყვით მაგას რა ახსნა? ჯერჯერთი ძალიან ესე იგი უკვე შემცფარები არიან, უნდა ვთქვათ ეს არასამთავრობო სექტორი, რომელიც ფაქტიურად აგენტურულ იმას წარმოადგენს ქსელს და მეხუთე კოლონაა, ეს ფაქტი არის, უცხოეთიდან დაფინანსებული შეკვეთის მომცემი და გვითომ ხალხის სახელით რომ ლაპარაკობენ და აბრუებენ ზოგიერთ პროპაგანდის ქვეშ მოქცეულ ადამიანებს, ხო? თვითონ ფულს აკეთებენ ამაში. ეხლა ფულები შეუმცირდათ, მაგრამ კიდევ დარჩა მაგათ რესურსი. ეს რესურსი არის პირდაპირ უნდა ითქვა სააკაშვილის მიერ და მისი ჯგუფის მიერ მოპარული მილიარდები საქართველოსთან, რომლითაც ფინანსირდება, ჯერ კიდევ ფინანსირდება ევროპარლამენტარები და ეს რეზოლუცია თქვენ ნახეთ ევროპარლამენტის ზოგიერთი კონგრესმენი და სენატორი ჯერ კიდევ მანამდეც რო იყვნენ და ეხლაც რომ მიმდინარეობს, ანუ ეს რესურსი ჯერ ამოწურული არ არის და მათ იმედი აქვთ რომ ამერიკა მაინც რაღაცას გააკეთებს და მაინც ესე იგი მაგათ კიდე მისცემს საშუალებას დაფინანსების. აი ამ იმედით არიან, უნდათ რომ ეს დრო როგორმე გაიტანონ და მე ილაპარაკონ იმაზე, აი ხო ხედავთ ამერიკა მაინც გვაფინანსებს და კიდე რაღაც ევროპული სტრუქტურები. ესე რომ ესენი დროს წელავენ, ჩვენთან ამიტომ ეხლა ხელისუფლება ღებულობს უფრო კანონების გამკაცრებას, მართლა არის ამის საშუალება, რომ ეს კანონები გამკაცრდეს. ძალიან მნიშვნელოვანია რომ მოღალატე უნდა იყოს ვინც სამშობლოს ყიდის და აი საგამოძიებო კომისიაც შეიქმნა და უამრავი უკვე სისხლის სამართლის კოდექსში შედის ეს ცვლილებები, იმიტომ რომ სახელმწიფო ინსტიტუტები გაძლიერდეს, სახელმწიფო თვითონ გაძლიერდეს და არ იყოს ისე როგორც აი 2003 წელს რომ მოახდინეს გადატრიალება, შემდგომაც თელობები რო ქონდათ, ვიღაცა მოვიდეს, დაიქირაოს ფული, გადაუხადოს შიგნიდან აგატრიალოს. აი ეს არის უკვე წარმოიდგინეთ მყიფე სახელმწიფო. დღეს გადავდივართ მყიფე სახელმწიფოდან ძლიერ სახელმწიფოზე, ეს პროცესია, არ არის მარტივი პროცესი, ზოგ შეიძლება მოეწონოს, ზოგს არ მოეწონოს, მაგრამ ეს გასავლელი გზა გვაქვს. დავით აღმაშენებელი როცა წეცხლს ამყარებდა, აჯანყებებს უწყობდნენ და 1000 უბედურებას უკეთებდნენ, იმიტომ რომ არავის არ უნდოდა. აწყობდათ რომ ზოგი სელჯუკებს შეკროდა, ზოგი იმას რა ქვია, სპარსელებს შეკროდა და ასე შემდეგ, აი ზოგი კიდე ბიზანტიელებს შეკროდა. აი ესეთი რაღაცა მიდიოდა. ჩვენ რაღაცა შემაჯამებელი რაღაც დასკვნისკენ რო წავიდოთ, იმიტომ რომ ცოტა ესეთი დროის მიმართულებით უკვე აი მინდა რომ თქვენთან აი დავასრულო საუბარი. აი მე მგონი ისეთი გარკვეული ძვრები მიდის ჩვენი ქვეყნისათვის სასარგებლო იქნება, იმიტომ რომ ჩვენ გვეძლება ხელფეხი გვეხსნება რომ ამ მოღალატეებს მოუგრიხოთ კისერი და ამათ ფარველები ხმას ვერ ამოიღებენ. იმიტომ რომ ვინც ყავდა ფარველები, ისინი მწვანე შუქს აგვინთებენ, იმიტომ რომ ისინიც იმაზე არიან, რომ აი ეს ხალხი, რომლებიც ჩვენთან არიან, ფინანსდებოდნენ ტრამპის მტრებისგან პირადად და ჩვენ გვეძლება საშუალება რუსებთან ურთიერთობაც დავალაგოთ, იმიტომ რომ თვითონ ტრამპი ვერ გვეტყვის, ტრამპი რომ რუსებს რატო ელაპარაკებით, იმიტომ რომ თვითონ ელაპარაკება. ვერ გვეტყვის იმაზე, რომ 9 მაისს რატო მიდიხართ, იმიტომ რომ თვითონაც უნდა აპირებს ჩასვლა 9 მაისს 80 წლის იუბილეზე. და ვერ გვეტყვის იმას, რომ აი ამათ რატო გაუსწორდით. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან ბევრი რამე სასიკეთო ხდება, მე ესე ვფიქრობ. რა თქმა უნდა, ჩვენ გვეძლება ბევრი შესაძლებლობები. ხა მინდა გითხრათ, რომ აი ახლა ამ სიტუაციაში ეს ხელისუფლებაც, რა ოცნების ხელისუფლებაც უნდა გამოვიდეს ამ რაღაცა სულელური, იგივე USAID-ის და მსგავსი ორგანიზაციების შექმნის ნარატივისგან, რომ რუსეთთვე რაღაცა სისულელეებს ლაპარაკობენ და ამავდროულად ჩვენ კიდევ უამრავი პრობლემა გვაქვს დასარეგულირებელი, ოკუპირებული ტერიტორიები და ასე შემდეგ. კარგად დავინახეთ ახლა როგორი პრობლემა არის არჩევნების ჩატარება აფხაზეთში, ხო დაინახეთ რა, როგორი სიტუაცია. სომხური მოსახლეობა
მით უფრო ყარაბაღის პრობლემის მოგვარების შემდეგ, როცა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა აღდგა, სომხური მოსახლეობა გაიზარდა და მე უყურებდი სომხების გამოსვლებს, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთში და იძახიან, რომ ეს პრეზიდენტს ვირჩევთ ჩვენ ვართ უმრავლესობა და ჩვენ ვირჩევთ. ვერ არა რომ აფხაზია ეს არის ჩვენი არჩეული პრეზიდენტიო. ეხლა მივაქციოთ ამას ყურადღება და რუსეთს ძალიან ესეთი დაურუღებელი პრობლემები აქვს შიგნით. ესე მარტივად არ არის, როგორც გონია რომ რაღაც სპეცსამსახურები ყველაფერს წყვეტენ. იქ ბევრი რაღაცა ისეთი თემა არის. ამას რატო ვიძახი? ჩვენ უნდა დავიწყოთ უკვე ამაზე მუშაობა. ის კი არ უნდა ვიყოთ რომ ჩვენ ეხლა რაღაც დიპლომატიური ურთიერთობა არ აგვაქვს და ამიტომ არ ველაპარაკოთ. ეს ნაბიჯი ხელისუფლება უკვე უნდა გაარღვიოს. აუცილებლად გასარღვევია. ვიღაცის ნარატივების და შექმნილი რაღაცა ტალღების გამო ჩვენ სახელმწიფო ინტერესი გვერდზე არ უნდა გადავდოთ. ეს მომენტი დღეს დგება. პირდაპირ გეტყვით ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რომ ამ მოლაპარაკებებში საქართველოს თემაც აუცილებლად იქნება დაფიქსირებული. ტრამპის განცხადებებს თუ მივაქცევთ ყურადღებას, ტრამპს ჭირდება თავისი უსაფრთხოების დაცვა და ეს არის რაღაც ჩინეთთან მიბმული სავაჭრო მომენტები, მაგრამ როგორ ტერიტორიულ გავლენის სფეროს ის ამ სამხრეთ კავკასიას განიხილავს რუსეთის გავლენის სფეროს. ეს ტრამპის მიდგომებია. ჩვენ უნდა დავიჭიროთ აქ ის მომენტი, რომ აი ახანს ესე განიხილავენ, ჩვენი ინტერესები უნდა დავაფიქსიროთ. ყველაფერი იცვლება ამ თვალსაზრისით და თქვენ რაც ბრძანეთ ეხლა, რომ აი შიგნით წესრიგის დამყარება, აი კომისია რო შეიქმნა, ჭულუკიანი ხელმძღვანელია, ეხლა იბარებენ იქ თავიდან უნდა დაიწყოს. ჯერ გამსახურდიას დროს რა მოხდა, გადატრიალება მოხდა, 2003 წელს გადატრიალება მოხდა, არჩევნები გააუქმეს. აი ხა რამხელა რამე მოხდა მაშინ. წარმოვიდგინეთ, ესე იგი გადატრიალება მოახდინეს, ელჩები მიცვივდნენ 2003 წელს, დასი შემოკრეს, ლეგიტიმაცია გადატრიალებას გაუკეთეს. აი ხედავთ ეხლა მაშინ შეიძლება ისე შეფასებას ვერ ვაკეთებდით. ლეგიტიმაცია გაუკეთეს გადატრიალებას და გამოაცხადეს, რომ თურმე ეს პარტიული არჩევნები, პროპორციული არჩევნები გააყალბდაო და მაჟორიტარულიო არ გააყალბდაო. ჯერ ხო წარმოგიდგენთ მე გამიუქმეს ესე იგი მაჟორიტარული სტატუსი, მე ერთადერთი მე, იმიტომ რომ მიშას ჩემი დანახვა პარლამენტში საშინლად არ უნდა და მე ხა უნდა მივმართო კიდევ ამ კომისიას, რომ ეს ნაწილი იქნეს შესწავლილი და ჩემი დევნა მაქედან უნდა დაიწყოს და თუ კი ვამთავრებთ ჩვენ ეხლა გადაცემას, ხო? მე ესე მინდა თქვა, ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენციები მიდის, მე გითხარით რომ ტრამპის თავარი ამოცანაა. იმას კი არ რაღაცა ეწილაოს იმას ევროკავშირის რაღაც ინტერესებს ვიღაცას უკრაინაში ჯარის შეყვანა უნდა, არა ინტერესებს ეგ თემა. მისი ამოცანა არის რუსეთი როგორმე გადმოიბიროს, ყავდეს გვერდში, მისი სტრატეგიული და სწორი გათვლა და ამით ჩინეთი შეასუსტოს და ეს ბრიქსის რაღაც მომენტი ალტერნატივა შეასუსტოს და ასევე მეორე გლობალური თემა ილონ მასკიდან გამომდინარე და ილონ მასკი აბსოლუტურად სხვა ხედვის ადამიანია. აი თქვენს ეთერში მინდა გავიმეორო, ზოგს უყვირს ეს თანხები, ამდენი თანხა იპოვა, კორუფციული გარიგებები იქ შიგნით, ეს სოციალურ კორუფციაზე ჩვენთან ლაპარაკობენ. სოციალურ სისტემა დაფინანსების სისტემაში 150 და 200 წლიანი ადამიანებია უკვე რო არ არსებობენ, იმათ აფინანსებდნენ. ხო, ფაქტები ამოვიდა და წარმოიდგინეთ, მიახლოებით ეხლა 300 მილიარდზე მეტი თანხის მობილიზებას აკეთებენ, აი ამ გადამალული და კორუფციული სქემებიდან და რისთვის უნდათ ეს? იმიტომ რომ თავარი ერთ-ერთი მისია, რაც აი გლობალური და ჩვენი დედამიწისეული მისია არის, ილონ მასკის თავარი ამოცანა არის, რომ გაიგზავნოს ჩვენი ცივილიზაციის დაჯგუფება მარსზე და ამას ფული ჭირდება და მაგან ფაქტიურად ეს კორუფციებს ბოლოს მოუგებს და ფული თვითონვე იშოვა. ასე რომ ამას რატო ვამბობ, იცით ნიკოლოზ? აი ხშირად ამბობ, მე ხშირად ვამბობ და აი მინდა მსმენელებმა მიაქციონ ყურადღება, ხვის ხანიდან ღვინეებში რო ადამიანები ცხოვრობდნენ და ერთმანეთს ღვინეებს არტმებდნენ და მერე მიწებს არტმებდნენ და რესურსებს არტმებდნენ, მაშინ ხვა და ის ქონდა წალდი და დღეს უკვე დრონები და რაკეტები გვაქვს, მაგრამ იგივე გეოპოლიტიკური გადანაწილება. როგორც კი კოსმიურ ნაწილში გადავა ეს, უნდა ვიცოდეთ, ამოცანა და იდეა სხვა ხდება, მისწრაფება სხვა ხდება და დედამიწის პლანეტაზე ომების გაჩაღების უკვე შინაარსი აღარ იარსებებს. შევხედოთ, რამდენად გლობალური მიდგომები არის, რატომ რომ ჩვენი ქვეყანა მზად უნდა იყოს ესეთი ცვლილებების. კი ბატონო, ძალიან საინტერესო იყო ბატონო ლევან თქვენთან საუბარი და იმედი გვაქვს რომ მართლაც რაღაც გარკვეული სერიოზული ძვრების მომსწრე ვიქნებით ჩვენი ქვეყნისთვის, რომ იქნება კარგი და ჩვენ რო რაღაცნაირად ხელი შეგვეწყობა, იმიტომ რომ სოფლიო კატაკლიზმები რო ხდებოდა, სწორედ მაშინ ერთიანდებოდა საქართველო და ეხლა ესე იქნება დარწმუნებული. დიდი მადლობა, კარგად ბრძანდებოდეთ. ბატონი ლევან მამალაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, ძვირფასო ტელემაყურებელები.